დღეს ჩვენ რეალურად დავინახეთ, რომ პროკურატურას არ გააჩნია აბსოლუტურად არანაირი საქმე კაბელების საქმესთან მიმართებაში. მტკიცებულებები არ გადაეცა დაცვის ხარეს, რაც არის უპირობო მოთხოვნა საქართველოს კანონმდებლობის. გადაეცა მხოლოდ ნაწილი 250 გვერდი, თუმცა რეალურად მტკიცებულებები, რასაც ისინი აპელირებენ, არის 10,000-ობით გვერდი. აქედან გამომდინარე, ადვოკატებმა პირდაპირ მიუთითეს იმის თაობაზე, რომ მათთვის გადაცემულია მხოლოდ მტკიცებულებათა ნუსხა და რეალური მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი დაცვის ხარისთვის, რაც უპირობო მოთხოვნა არსებობს. აქვე დავუმატებ იმას, რომ პროკურატურამ გუშინ ღამე დანიშნა ექსპერტიზა იმ კითხვებით და იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნითაც რეალურად დაკავებულები იყვნენ ის ადამიანები, ვინცაც ბრალი ედება ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეში. ნათლად ჩანს, რომ რეალურად თვითონ პროკურატურასვე ეპარება ეჭვი იმ საქმეში, რა საქმეც მათ გააჩნიათ და ის ექსპერტული დასკვნა, რის საფუძველზეც თავის დროზე შეითითხა ეს საქმე, არის უსაფუძვლო და მას რეალური საქმე არ გააჩნია. რაც შეეხება მოტივს, კვლავაც არ არსებობს საქმეში მოტივი, კვლავაც არ არსებობს რეალური ბრალდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ რეალურად ხედავთ იმას, რომ ამ საქმეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი. ეს არის პოლიტიკური მიზანი.